მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სოფლიოში ალბათ რთულად მოიძებნება ასეთი მნიშვნელობის პოლიტიკური, ზოგადად გეოპოლიტიკური ურთიერთობები, როგორიც არის რუსეთსა და ირანს შორის. ეს ორი ამბიციური ქვეყანა, რომელთაც სურთ ახალი მსოფლიო წესრიგით ჩამოაყალიბონ, მათი ხედვები განსხვავდება, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან, აი ამ კონკრეტულ საკითხში, კერძოდ როგორი უნდა იყოს მსოფლიო წესრიგი მომდევნო აწლეულებში, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს ორი ქვეყანა მეტნაკლებად თანხმდება ერთმანეთთან ერთ მთავარ რამეზე, რომ ყველანაირად შეამცირონ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ ყოფილ საბჭოთა კავშირის, ვთქვათ, სივრცეში, ხო? ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მზარდია და ხასიათდება როგორც მჭიდრო თანამშრომლობით მთელ რიგ საკითხებში, ასევე პრობლემებით, რომელიც ხელს უშლის თეირანსა და მოსკოვს, უფრო ეს ვთქვათ, მყარი ურთიერთობა ჩამოაყალიბონ. ჩვენთან ძალიან ცოტა რამე თქვა იმაზე, რომ ამ წლის იანვარში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ძალიან საინტერესო ხელშეკრულებას. ეს არის ყოვლის მომცველი ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სახის თანამშრომლობას, რაც თეირანსა და მოსკოვს შორის ამ ბოლო წლების ზოგადად აწლეულების განმავლობაში პოვა განვითარება. ეს არის ეკონომიკა, მათ შორის ვაჭრობა, ეს არის უსაფრთხოების საკითხები, ეს არის კიბერუსაფრთხოება, ეს არის წმინდა პოლიტიკური, კულტურული და სანიტარული კავშირებიც კი. ყოვლისმომცველი ხელშეკრულება არის პრინციპში გაგრძელება იმისა, რაც ასე ვთქვათ, ამ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა 2000-იანი წლების დასაწყისში. თუმცა ბოლო წლებში ცალსახა იყო ის, რომ არსებული ხელშეკრულება, რომლის რამდენჯერმე, ესე ვთქვათ, გახანგრძლივება მოხდა, საჭიროებდა მთელ რიგ ცვლილებებს. ბოლოს და ბოლოს გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში შეიცვალა. ასევე შეიცვალა რუსეთის პოზიციონირებაც, მას შემდეგ რაც რუსეთი დაესხა თავს უკრაინას 22 წელს და აი ამის შემდეგ უკვე ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მეტად გაიზარდა, რაც რა თქმა უნდა საჭიროებდა იმას, რომ ეს ყოვლისმომცველი ხელშეკრულება გადახედილიყო, ჩამატებულიყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც ასახავდა იმ ცვლილებებს, იმ საჭიროებებს, პრინციპში, რაც ამ ორ ქვეყანას გააჩნია დღეს იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო წესრიგი იცვლება და ამ ორ ქვეყანას, ანუ ირანს და რუსეთს ექნება აქვთ დიდი ამბიცია, რომ მთავარი როლი შეასრულონ ამ ახალ წესრიგში. და პრინციპში ამ ორ ქვეყანას შეუძლია, რომ უშუალოდ თავის სამეზობლოზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინონ, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ სივრცეში, რომელიც ოდესღაც იყო რუსეთის იმპერია და მერე უკვე საბჭოთა კავშირი. ეს ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ამ წლის იანვარში, მოიცავს ასევე ერთ ძალიან საინტერესო, პრინციპში რამდენიმე საინტერესო პუნქტი არის მათ, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო საქართველოსთვის, ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რომ მოსკოვი და ირანი და თეირანი თანხმდებიან იმაზე, რომ აი ის სივრცე, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არის, ეს არის კასპიის ზღვა და სამხრეთ კავკასია, უნდა იყოს ჩაკეტილი არარეგიონალური ძალებისთვის. ეს არარეგიონული ძალები ამ შემთხვევაში
მაინც იგულისხმება ამ არერეგიონულ ძალებში მაინც უფრო იგულისხმება კოლექტიური დასავლეთი, თუმცა ირანის შემთხვევაში ირანისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისრაელი არ იყოს გავლენიანი ამ რეგიონში, განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობებით აზერბაიჯანთან, რომელთანაც თეირანს არც თუ ისე კომფორტული ურთიერთობა აქვს საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მოყოლებული დღევანდელობამდე. ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, როგორც ითქვა, ვითარდება, თუმცა ამ ორ ქვეყანას გასაგები მიზეზების გამო აქვთ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაც. ერთ-ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, არის სამხრეთ კავკასია, სადაც ირანს არ სურს, რომ საზღვრები შეიცვალოს მის ჩრდილოეთით არსებულ ტერიტორიებზე, პირველ რიგში სომხეთში. რის გამოც ირანი ეწინააღმდეგება კატეგორიულად ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის გახსნას. ზანგეზურის დერეფანი არის ის გზა პრინციპში, რომელსაც ცდილობს აზერბაიჯანი გახსნას უშუალოდ თავისი ტერიტორიიდან სომხეთის გავლით თავის მეორე ტერიტორიამდე, ან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე. ირანისთვის ეს არის წამგებიანი, რადგან დღეს ტრანზიტი აზერბაიჯანიდან მის ნაწილამდე, ასე ვთქვათ, ნახიჩევანის ავტონომიურ ერთეულამდე გადის ირანის ჩრდილოეთით და ასე ვთქვათ, წრეს ურტყავს სომხეთის სიუნიკის პროვინციას, რომელიც არის სომხეთის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი. აქ საინტერესო ის არის, რომ რუსეთს აქვს საპირისპირო მოსაზრება. რუსეთი მეტად უფრო ჩართულია ამ პროცესში თავისი გეოგრაფიიდან გამომდინარე, კულტურული თუ ეკონომიკური და სამხედრო გავლენიდან გამომდინარე, მაგრამ რუსებს აქვთ ინტერესი იმისა, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი გაიხსნას და აი ამის საფუძველზე მოსკოვსა და რუსეთს და თეირანს შორის პრინციპში საკუთარ ხანგრძლივი წინააღმდეგობა არსებობს უკვე და თუ გავითვალისწინებთ აი იმ განცხადებებს, რაც ორივე მხრიდან მომდინარეობს, ოფიციალურ განცხადებებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ნათელია, რომ ირანსა და რუსეთს შორის ამ კონკრეტულ საკითხზე არ არსებობს თანხმობა. მეორე საკითხი, რაშიც რუსები და ირანელები არ თანხმდებიან, ეს რა თქმა უნდა არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, როგორ პოზიციას დაიკავებს რუსეთი ისრაელისადმი, რომელიც სულ უფრო მეტად არის დაინტერესებული იდეით, რომ სამხედრო გზით, ასე ვთქვათ, შეაცვლევინოს ირანს თავისი ბირთვული ამბიციები და ამასთან ერთად ირანი ასევე არ არის კომფორტული კიდევ ერთ ძალიან საინტერესო საკითხთან მიმართებაში. ეს არის უკრაინის ომი და უკრაინის გარშემო მიმდინარე რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებები. საქმე ისაა, რომ უკრაინის ომმა უბიძგა რუსეთს, რომ გაეხედა სხვაგან, გულისხმობ ახლო აღმოსავლეთისკენ, შორეულ აღმოსავლეთისკენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსებს ადრე 22 წლამდე არ გააჩნდათ მჭიდრო ურთიერთობები ამ რეგიონებთან, რა თქმა უნდა არა. აქ საუბარი გვაქვს ჩვენ უფრო ისეთ ფენომენზე, როგორიც არის ხედვა აზიისკენ, სვლა აზიისკენ, რომელმაც სრულად ჩაანაცვლა არსებული ასე ვთქვათ, ევროპა-ცენტრული, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური განვითარება რუსეთისა, ხო? რუსეთისთვის საინტერესო ირანთან ურთიერთობაში ისაა, რომ ირანით რუსეთს შეუძლია, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის გამოყენებით მივიდეს ინდოეთის ოკეანემდე, ინდოეთის ოკეანის პორტებამდე და იქიდან უკვე აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილამდე თუ აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიებამდე, ხო?
და აი ამ კუთხით რუსებისთვის ძალიან საინტერესო იყო ირანის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ასევე ის პრაქტიკული გამოცდილება, რაც ირანს 10 წლეულების განმავლობაში ასე ვთქვათ, გაუჩნდა, კერძოდ გამოცდილება დასავლური სანქციების გვერდისავლით მეტნაკლებად თავისი ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება, ხო, ანუ სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება. მაგრამ ალბათ ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც რუსებისთვის იყო ის, რომ მათ შეიძინეს ძალიან ბევრი შეერაღება ირანისგან. და გარკვეულწილად რუსებმა ამით დასავლეთ ან ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს დაანახეს ის, რომ რუსებს შეუძლიათ სულ უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ირანს და გარკვეულწილად ამით გავლენა მოახდინონ იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ხარს უჭერენ უკრაინას მიმდინარე ომში. აი ამ ყველაფერს გათვალისწინებით საინტერესო არის შემდეგი რამ. რუსები ამ თავის უკვე გახანგრძლივებული ომის ფონზე უკრაინაში და გარკვეულწილად ალბათ იმ სურვილით, რომ გავლენა მოახდინონ ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებზე, მათ რუსებმა შეცვალეს თავისი დამოკიდებულება მეტნაკლებად ირანის ბირთვულ პროგრამის მიმართ. რა სიტუაციებს ეს ცვლილება, ხო? რუსები სულ უფრო ნაკლებად კრიტიკულები არიან დღეს ირანის მიერ ბირთვული შეერაღების ასე ვთქვათ მიღების შექმნის ასე ვთქვათ თაობაზე და გარკვეულწილად ეს უფრო მეტში ზღვრიდა დასავლურ ქვეყნებში, რომ რუსეთი პრინციპში ღია თუ არა, ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივად მხარს უჭერს ირანის მიერ ბირთვული შეერაღების ხელში ჩაგდებას, ხო? და ამიტომაც, როდესაც დღეს უკვე უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინის ომის თაობაზე, რასაკვირველია, ირანი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და ირანელ ექსპერტებს თუ პოლიტიკოსებს აქვთ იმის შიში, რომ გარკვეულწილად რუსეთსა და ამერიკას შორის მოხდება შეთანხმება, რუსეთი მიიღებს ძალიან დიდ უპირატესობებს უკრაინაში, ხოლო ამის სანაცვლოდ უკვე დასავლეთი სთხოვს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები, სთხოვს რუსეთს, რომ ის სულ უფრო, ესე ვთქვათ, უფრო მეტი რომ პრინციპში რუსეთმა ნაკლები მხარდაჭერა აღუთქვას ისლამურ რესპუბლიკას. აი ეს ძალიან საინტერესო მომენტი არის და ირანისთვის ეს არის საკმაოდ არაკომფორტული რამ, რადგან ძალიან ბევრი ირანელი კვლევარი, ასე ვთქვათ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საკმაოდ დიდი არის იმის შესაძლებლობა, რომ აი ამ ორ დიდ მოთამაშეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ირანი იყოს გარკვეულწილად ერთ-ერთი არგუმენტი, ერთ-ერთი საშუალება ამა თუ იმ ქვეყნის მიერ უპირატესობის მიღებისა და შესაბამისად ძალიან მარტივია, რომ ირანმა ვერ მიიღოს ის სარგებლობა, ან გარკვეულწილად დაიჩაგროს კიდევაც ისეთ მოლაპარაკებებით, სადაც თვითონ არ იღებს მონაწილეობას, ხო? რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს, რომ რეალურად რუსეთი დათმობს რაღაც საკითხებს ირანთან მიმართებაში, ოღონდაც მიიღოს ის უპირატესობები უკრაინაში, რაზეც აქვს პრეტენზია. აქ საინტერესო ალბათ არის ის, რომ თუ ასეთი გარკვეულწილად ირანისთვის არამომგებიანი ხელშეკრულება ან შეთანხმება დაიდება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის,
ნაკლებად არის იმის ვარაუდი, შესაძლებლობა, რომ რუსეთმა სრულად მიატოვოს, ასე ვთქვათ, თავისი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთში, მნიშვნელოვანი პარტნიორი. და ამიტომაც ალბათ გარკვეულწილად რუსები შეეცდებიან აქ დაბალანსებას რაღაც საკითხებში. შეიძლება დაუთმონ ამერიკასა და ევროკავშირს, ანუ იმ საკითხებს, როდესაც ეს საკითხები შეეხება, ასე ვთქვათ, ირანს, მაგრამ ამავდროულად სავსებით შესაძლებელია, რომ აი ეს თანამშრომლობა, რაც რუსეთსა და ირანს შორის არის, კიდევ უფრო მეტხანს გაგრძელდეს. შესაძლოა, რომ ინტენსივობა, ასე ვთქვათ, ამ კავშირების შემცირდეს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსებისთვის ირანი იმდენად მნიშვნელოვანი ქვეყანა არის, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის დაწყებიდან მოყოლებული, რომ რუსები ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიატოვონ თავისი ირანელი პარტნიორი, ასე ვთქვათ, ხო? და ამიტომაც ის სურვილი, ასე ვთქვათ, სურვილებზე დამყარებული, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური მიდგომა არ შეიძლება იყოს მომგებიანი იქნება ეს ევროკავშირისთვის თუ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რეგიონში მიმდინარე პროცესები მეტყოლებს იმაზე, რომ რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობები რადიკალურად ვერ შემცირდება, იმიტომ რომ ორივე ქვეყანას მაინც აქვს ეს უნდობლობის მომენტი, რა თქმა უნდა, დასავლეთისადმი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისადმი და შესაძლებელია, რომ მომდევნო წლებში ვითარება ისე შეიცვალოს, რომ რუსეთი მაგალითად უფრო წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ დღეს მთლიანად მიყვება აი ამ დასავლეთის მოთხოვნებს ირანთან მიმართებაში, ხო? თავის მხრივ ირანიც არის დაინტერესებული ამ ურთიერთობების შენარჩუნებით და აქვე იგივე რამის თქმაც შეიძლება, რომ ირანისთვის რუსეთი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, პარტნიორი მის ბრძოლაში დასავლეთის წინააღმდეგ და ამიტომაც ირანელებისთვის სავსებით შესაძლებელია, რომ მიუხედავად ამ პატარა ცვლილებებისა, რაც ორმხრივ ურთიერთობებში არის მოსალოდნელი, მაინც ირანელი მკვლევრები თუ პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსებთან ურთიერთობა მაინც უფრო გაფართოვდება, რადგან სხვაგვარად უბრალოდ ასეთი მჭიდრო ურთიერთობების, ვთქვათ, მიტოვება არ იქნებოდა სწორი. და ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ პროცესს გავყვეთ, ხო? როგორ შეიძლება აი ეს დიდ მოლაპარაკებებში ირანი იყოს მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტი აი ამ დიდ ქვეყნებს შორის გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში.